ქართველი დაზარალებული დემონსტრანტების საქმეები სტრასბურგში ამით არ ამოწურულა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დარბეული თუ უსამართლოდ დაჭერილი არაერთი მოქალაქის საქმეა. მათ შორის მსახიობი ბაჩო ქაჯაიაც არის, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობს და დაჯარიმებულიც არის. საქმე სწორედ უკანონო ჯარიმას შეეხება. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო და არსებითი განხილვები დაიწყება. ბაჩო ქაჯაია და მისი ინტერესების დამცველი მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ ევროკონვენციის 5 მუხლი დაირღვა. ნინი ბალანჩივაძე მუშაობს თემაზე, ის ჩვენს ეთერს უერთდება. ახლა ნინი გვითხარი მეტი საქმის დეტალების და მომჩივანის მოთხოვნების შესახებ. ბაჩო ქაჯაიას ინტერესების დამცველი ითხოვს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რამდენიმე მთავარი და მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევა, მათ შორის არის ევროპული კონვენციის 6 მუხლი, რაც გულისხმობს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ასევე საუბარია 10 მუხლზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, მათ შორის 11 მუხლზე, რაც გულისხმობს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. ეს არის ის მთავარი პუნქტები, რაზეც საუბარი არის სარჩელში და სწორედ ეს სარჩელი უკვე წარმოებაში მიიღო ევროპულმა სასამართლომ და ამის შემდგომ საქმესთან დაკავშირებით დაიწყება არსებითი განხილვა. ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვა ქვეყანაში და შემდგომ უკვე საქმის აღება ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან ეს იქნება პრეცედენტი, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ ჯარიმას და ამის შემდგომაც თუ როდესაც დაიწყება ამ საქმესთან დაკავშირებით განხილვები, მათ შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საქმეებთან მიმართებით, ვინაიდან არაერთი ადამიანი სწორედ აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნეს და დააჯარიმეს სწორედ გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარიანი ჯარიმით. მათ შორის იყო ბაჩო ქაჯაია, მსახიობი, მას ედავებიან 9 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას და მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მას, თუმცა თავად ბაჩო ქაჯაია და უფლებების დამცველი საუბრობენ იმაზე, რომ ხელოვნურად მას გზა არ გადაუკეტავს. ეს მოხდა ბუნებრივად, როდესაც გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, სწორედ მსახიობი მაშინ შეუერთდა მოქალაქეებს და იდგა უბრალოდ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს არის გამარჯვების საწყისი და ეს არის ნიშანი იმისა და ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ ბრძოლა კიდევ უნდა გაგრძელდეს და საბოლოო გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა. ჩვენ მარტო არ ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა დაუცველობის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სასამართლომ სტრასბურგის მიიღო, სხვა პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას და ასევე შესაბამისად იმ რეჟიმს, რომელ რეჟიმში ცხოვრებაც უწევთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზოგადად სიმართლე არასდროს არ იკარგება და ამ სიმართლეს ერთადერთი კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ სჭირდება ასე ვთქვათ ბრძოლა, რომ მიიყვანო ბოლომდე. ბაჩო ქაჯაიას საქმე გავაგზავნეთ ჩვენ 2025 წლის 20 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლოში. საჩივარი შეეხება სამართალდარღვევას და სამართალდამტკიცებად გამოცხადებას ბაჩო ქაჯაიას. ეს იყო პირველი ჯარიმა, მას შემდგომ კიდევ 2 ჯარიმა აქვს მას და ეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვას. ჩვენ პირველ ინსტანციაშიც ვადასტურებით და ასევე სასამართლოსთან მქონდა შუამდგომლობები არაერთი, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, ვერ ადასტურებდა სამართალდარღვევას, გარდა ამისა აშკარად არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ჩვენი მხრიდან ეს უშუალოდ ჩემი მხრიდან პირველი საჩივარი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. შესაბამისად, ეს არის რაღაც მხრივ სიგნალი, რომ შეიძლება სტრასბურგის სასამართლო რეგისტრაციაში გატარებითაც კი ხედავდეს სავარაუდო სამართალდარღვევას. ბაჩო ქაჯაია, მსახიობი, გზის ხელოვნურად გადაკეტვის მოტივით სულ 3ჯერ დააჯარიმეს. 9 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით კი, როგორც უკვე გითხარით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და ამის შემდგომი ეტაპი არის უკვე საქმის არსებითი განხილვა.